გაჩაგდა. კონტაქტი რაპორტი გამოაძრო ახლა ესტონელთა 37 წლის მეკარე პოტენციალი აქვსო. აქ კი ვერდი ხო, აი ეგ უნდა მეკითხა სასტოფლება აქამდე ერთი დარტყმა ჰქონდა დინამო თბილისს ის გიორგი მოისტრაფიშვილმა დაარტყა და გოლად აქცია. ნახოთ იქნება თუ არა დღეს იგივე. დარტყმა და 2-0. კიდევ ერთი გოლი გაიტანა თბილისის დინამომ და თავისი მესამე შეაგდო ამ სეზონში გიორგი მოისტრაფიშვილმა. მეტოქეზე ან შეძლებენ სწრაფი შეტევის მეშვეობით მეტოქეების შეწუხებას. მოისტრაფიშვილი რამდენჯერ გაითამაშა ბურთი სხვადასხვა მეტოქეებთან მარცხენა ფლანგიდან განვითარდა შემდეგ ჩვენი ნაკრების შეტევა ისევ მოისტრაფიშვილი იყო ურბილესი გადაცემა რომელიც შეასრულა მოისტრაფიშვილმა და კაპანაძემაც ძალიან გაგრძელდება საქართველოს ნაკრების შეტევა მარცხენა ფლანგიდან. მოისტრაფიშვილი მეტოქე იყო მის წინააღმდეგ, მაგრამ არ შეიმჩნია ფეხებს შორის გაუძღვინა ბურთი კუთხური. ტაიმის ბოლოს ძალიან გააქტიურდით. ის ფაქტიც რომ ეროვნული ნაკრების არაერთი მოთამაშე დაგვემატება კარგი შეტევა. კარგი კომბინაცია იყო. შვენიერი კედელი, თუმცა ბოლო მომენტში დარტყმა არ იყო იდეალური. პრინციპში სწორად ურტყავდა, ხო, გოჩოლეიშვილი ურტყავდა მეკარისგან შორეული კუთხის მიმართულებით. კარგი კედელი გაითამაშეს ქართველმა ფეხბურთელებმა, მოასწრო გოჩოლეიშვილი. შვენიერი ჩაწოდება იყო, გაგუაცდილობდა. ძალიან დასაგანია, რომ არ დამთავრდა ეს მომენტი გოლით. შეუცვალა გაგუამ ბურთს მიმართულება, მაგრამ ისე ვერა რომ აღმოჩენილი იყო იგი. თვალა ბევრად უკეთ რომ შეეძლო თამაში ფაქტია. კი, ნამდვილად. აკი ვნახოთ მოისტრაფიშვილის მიერ წამოწეული გოჩოლეიშვილი ჩაწოდება ისევ გაგნიძე გაგუა ასრულებდა უკაცრავად, თუმცა ამ შემთხვევაში აცდა ბურთი გარს. კიდევ ერთი ეპიზოდი. ძლივს მივიღეთ სწრაფი შეტევის განხორციელების შესაძლებლობა და ეგრევე შეიქმნა ხიფათი რუმინეთის კართან. ისევ რუმინელები კარგად გაათამაშეს ბურთი, მშვენიერი კედელი იყო, თუმცა ძალიან ლამაზი ვარდნა ვიხილეთ უკვე მოისტრაფიდება და ვნახოთ ვინ შემოვა მოედანზე. ამასობაში კი ისევ ლოკომოტივის ფეხბურთელები დარცმელია, მოისტრაფიშვილმა დაატოვებინა ბურთი და გრძელი გადაცემა ერთი შეხებით მარუშიჩის მესამე დამატებული წუთი იწურება. მონაწილეობას მასპინძლის სტატუსით. ამასობაში მეცხრე დამატებული იქნას პრობლემები ამის შემდეგ და აგერ იქმნება ეს პრობლემები. დარტყმა კარის მართულებით გადარჩა არა. ბოლომდე ქუთაისის ტორპედო ვერ გადარჩა და 1-0 მოისტრაფიშვილი პრაქტიკულად არ გაუგორებია ესტონეთის ნაკრებს. კვიანური გადაცემა და მოისტრაფიშვილი ანგარიში თამაშგარი აქ არ იყო, მოისტრაფიშვილმა გაიტანა. რატომ არ გამოვიდა სტუმართა მეკარე უცნაურია ცოტა, მაგრამ მოისტრაფიშვილმა ამით ისარგებლა და შეასრულა დუბლი. 54 წუთზე უკვე ორბურთიანია ჩვენების უპირატესი იყო წინვალე. ესეთი პასები ყოველთვის სახიფათოა. გასაგებია რომ მეკარის შეცდომა უნდა გამოსულიყო და დიდი ალბათობით დააწრებდა მოისტრაფიშვილს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ცენტრალური მცველები როცა ესეთ პასს აკეთებენ ხოლმე სტუმარი მეტოქე ფეხბურთელების მცველების ზურგს უკან. კედელში ვნახოთ აბა რა გამოვა ამჯერად. მოისტრაფიშვილი გაუშვა ბურთი და 1-0 ანგარიში გაიხსნა საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები დაწინაურდა. გიორგი მოისტრაფიშვილი 20 ესეთ საწყისი დაეწყოს მარჯვენა მცველის პოზიციაზე და მით უმეტეს კარგი გადაცემა გავიდა, პასი დარტყმა და ლომიძე
ანრი მექვაბიშვილს აუღო, საინტერესო იქნება ამ ფეხბურთელების დუელიც პირველ წრეში, მატჩი რომელიც დინამო თბილისმა 2-1 მოიგო, იქ მცირე შეკამათებას ამ ორ ფეხბურთელს შორის ჩემპიონატზე და ეს პოტენციალი აშკარად არის და შეინიშნება, ხო, ნახეთ ეს ყველაფერი ბოლო. კლავინდებურად საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელები კიდევ ერთი გადაცემა. დასწრებაზე კარგი იყო, მაინც ხოჩავს ჩვენს ფეხბურთელებს და პასი აქეთ აზაროვის და შანსი აქვს. ძალიან კარგი. მოისტრაფიშვილის გადაცემა ჭკვიანური ჩანაფიქრი. ალბათ უფრო მეტი მომენტი ექნება დინამოს და მთავარია უკვე როგორი რეალიზება ექნება. ერთ-ერთი და მე ვფიქრობ კიდევ ერთხელ ვიძახო, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია და ალბათ მიეცემა შანსი. შანსი ლამაზია, ჭიაბრიშვილის გუნდებისთვის დამახასიათებელია, ისევ უკან მოისტრაფიშვილი ზუსტია ლევან, გაუჭიმა! აბა რა! 2-1 ვივათ აკადემია, ვივათ პროფესორეს. მარცხენათი და 2-1 კიდევ ერთხელ წინ გადის დინამო თბილისი. და როგორი მშვიდია ასეთი გატანილი გოლის შემდეგ. თან გვაქვს თუ არა საქმე, მოისტრაფიშვილი ახლიდან სხირტლაძე დავით, როგორ არელოდა რომ ახლა მის ფეხებთან დაეცემოდა ეს ბურთი. არა და სხვას რას უნდა დაულდებოდა. შვენიერი პასი დაუხატა ახლა მოისტრაფიშვილმა სხირტლაძეს. ბოლო წამამდე თითქოს არ ჯეროდა იმისა რომ ბურთი მიუვიდოდა მას, მაგრამ აღმოჩნდა ისე რომ მაინც მივიდა. ფეხიც ვერ არჩია. ბურთი გაანაწილა მარჯვნივ მოისტრაფიშვილზე. გიორგი დარტყმა და რა ბურთი აიღო რეზოლომიძემ. მერე აღნიშნაც მოაყოლა. შესაბამისი მოისტრაფიშვილი ალბათ გაკვირვებულია, ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს. დებიუტანტი მეკარე, იყო მშვენიერი ამ ეპიზოდში. აქედან ხვევით ძალიან კარგი სეივი, გამორჩეულად კარგი იყო ამ ეპიზოდში. ისეთი ეპიზოდია აქტივია თავიდან ბოლომდე. ანტილევსკისგანაც, მოისტრაფიშვილისგანაც და გოლკიპერმა საოცრად ითამაშა. ანტილევსკი მართლაც ბევრად უკეთ არის ჩამჯდარი დინამოს. გაიტანოს ეროვნულ ლიგაში. კიდევ ერთი აქ შეცდომა მოისტრაფიშვილი შვენიერ პოზიციაშია. მარუშიჩი, რომელიც მე ვახსენე ბოლო საგურამოში გამართული მატჩი გახსოვთ ალბათ 2-2 და დინამოს ალბათ ეს ერთ-ერთი წარუმატებლობა იყო და დაკარგული შანსი. ძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. აზაროვი ჩაწოდებაც გამოვიდა დარტყმაც და უთხდება ხარიხს. საკვანძო მომენტი აი აქ, როდესაც აფარებდა აზაროვი, რადგან პოზიცია ჰქონდა, პოზიციაში ოდნავი ჩამორჩენა ჰქონდა განელ შემტევთან, განსმა ამ ყველაფრით კარგად ისარგებლა მოისტრაფიშვილის თაურებით, განებივრებულები ხშირად არ ვარ, თუმცა გიორგიმ რომ თავითაც შემოგვიდა აქ ხარაბაძე თავით თამაშობს. ბურთი საქართველოს ნაკრებს რჩება, მოისტრაფიშვილი ძალიან კარგი გადაცემა, ჭკვიანური პასი, იქ სადაც არავინ არ იყო, ხვადაგიანი. საქართველოს ნაკრების იერში მექვაბიშვილი, მოისტრაფიშვილი კარგად გადაიტანა ბურთი ფლანგზე. საქართველოს ნაკრების შეტევა გრძელდება, გოჩოლეიშვილია. მე მგონი ბურთა კარგი წვრთნიდა. უფრო სწორად, გოჩოლეიშვილმა მარცხნივ გადაიტანა. ისიც კარგი იყო პირველ ტაიმში. ძალიან კარგად თამაშობს აქაც. ჩაწოდება საჭირო რამდენიმე ფეხბურთელია საჯარიმოში, პასი საჯარიმოში და გულიაშვილის წელობა. ძალიან ცოტა დააკლა გულიაშვილს. ჰეტრიკამდე ძალიან ცოტა. შვენიურად ითამაშა მოისტრაფიშვილმა ფლანგზე, კარგადაც ჩააწოდა საჯარიმოში. გულიაშვილს დააკლდა ცოტა. კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი ეს იყო 100%-იანი მომენტი, ოდნავ უკეთესი დარტყმა. ვერაფერს უშველიდა გრენი თავის გუნდს. მარუშიჩი დასარტყმელია მოისტრაფიშვილი და 5-1. ახლა შემოსულმა ფეხბურთელმა სულ რამდენიმე წუთი დაჭირდა მოისტრაფიშვილს იმისათვის რომ გაეტანა დღევანდელ შეხვედრაში 75-ზე შემოვიდა და 4 წუთში 79-ზე გაიტანა. განმეორებით ეს კარგი გათამაშება. შვენივრად დაუბრუნა გადაცემა მარუშიჩმა თანაგუნდელს და ულამაზესი გოლი მოისტრაფიშვილის შესრულებით. აი რას ასწავლიან დინამოს აკადემიაში. ზვირბაზო ტელემაყურებლებო. საკუთარი კლასი მოისტრაფიშვილმაც გამოავლინა და მანამდე შვენივრად გაცდა. მეტოკეს ვერ ვიტყვით რომ გავიდა ეს გადაცემა, მაგრამ გრძელდება დინამოლთა ეპიზოდი. დემორალიზებულია მთელი თელავი. კარგად გაითამაშეს ბურთი დინამოელებმა და მაგარი გოლი, რომელიც გაიტანა გიორგი მოისტრაფიშვილმა. ძალიან მაგარი გოლი, კარგი კომბინაცია და მეკარეს გადაუგდო ბურთი თავზე.
ეს უკვე განადგურე